საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი 56 მოსწავლე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმატებული სიგელით დააჯილდოვეს. დაჯილდოების ცერემონიაზე საჯარო სკოლებს მადლობის სიგელი და პედაგოგებს კი საპატიო სიგელები გადაეცათ. ჯემალ გამახარიამ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა კურსდამთავრებულებს, მშობლებსა და მასწავლებლებს მიულოცეს ის დიდი წარმატება, რისი მიღწევაც ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი და მომავალშიც წარმატებები უსურვეს. როდესაც ეს ღონისძიება დავგეგმეთ, მედალოსან სკოლა დამთავრებულებთან, კურს დამთავრებულებთან შეხვედრა, ჩვენ გვეგონა რომ ქვეყნის მასშტაბით ეს იქნებოდა 10-15 ბავშვი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ რომ არის 56 ბავშვი, აფხაზეთიდან, რომლებმაც ოქროს მედალზე და ვერცხლის მედალზე დაამთავრეს საშუალო სკოლა. ეს არის მართლა უდიდესი სასიხარულო მოვლენა ჩვენთვის, რომ ასეთი ახალგაზრდები გვეზრდება. აფხაზეთელი ოჯახების ბავშვები არიან. სამდენი ნათელი სახე ერთად კიდევ უფრო მეტ სტიმულს იძლევა, რომ უკეთესი იყო, უფრო მეტად მეტი ენერგიით იმუშაო ქვეყნისთვის და აი ამ ბავშვებს, მათ მშობლებს, ახლობლებს, ყველას ის სიხარული გაუათმაგო, რაც დღეს ჰქონდათ და საინტერესოა და ძალიან ამაღელვებელია ჩემთვის, რომ ამათთან ერთად ვიზეიმეთ. მინდა ყველა სკოლის დამთავრებულს, კურს დამთავრებულს მიულოცო წარმატება, ოქროს მედალოსტები ჩვენი წარმატებული საქართველოს და ერთიანი საქართველოს ყველაზე დიდი წინაპირობაა და დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდების სახალისება მათი ხელშეწყობა ჩვენი მთავარი ამოცანაა და კიდევ ერთხელ ულოცავ ყველა ახალგაზრდას და მადლობა უმაღლეს საბჭოს ამ დღევანდელი დღის ორგანიზებისთვის. დაჯილდოების ღონისძიებაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მოსწავლეები კურსდამთავრებულების მანტიებით შემოსა. ძალიან ემოციური დღე იყო ჩემთვის, ძალიან ნერვიულობდი. ჩემი შრომა, რომელსაც წინამომავალში მე დავდებ, არ იქნება უბრალოდ ჩემთვის პირადი, არამედ იქნება სკოლისთვის, იქნება ქვეყნისთვის და თავისთავად ჩემი აფხაზეთისთვის. სოხუმიდან ვარ მე და ძალიან ამაყი ვარ რომ დავასრულე ოქროს მედალზე. იმედი მაქვს მოტივაცია მიეცემათ სხვა მოსწავლეებსაც და 56 ოქროს მედალოსანი არის როგორც წეგან ახსენეს და იმედი მაქვს რომ შემდეგ წელს უფრო მეტი იქნება. კურსდამთავრებულებთან შეხვედრა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.